პროკურატურა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნისთვის ამკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. წაყენებული ბრალდებების შესახებ დღეს მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის 3 საათიანი დაკითხვის შემდეგ გახდა ცნობილი. პროკურატურა მერაბიშვილის კორუფციული საქმიანობის ორ მნიშვნელოვან ეპიზოდზე საუბრობს. ნაციონალური მოძრაობისთვის ხმის მიცემისა და მისი საარჩევნო აგიტაციისთვის უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმებისათვის საბიუჯეტო სახსრებიდან გამოყოფილი 5.200.000 ლარის გამოყენებასა და ასევე დაბაკვარიათში კერძო პირის საცხოვრებელი სახლის უკანონოდ მითვისებაზე. საქართველოში უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხებიდან 5.200.000 ლარი უკანონოდ ჩაერიცხა დაახლოებით 22,000 პირს. მითითებული პირები მოჩვენებითად გააფორმეს როგორც შტატ-გარეშე თანამშრომლები, სინამდვილეში მათ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ, ხოლო ფული მიიღეს მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის ხმის მიცემისა და საარჩევნო აგიტაციის წარმოების სანაცვლოდ. მერაბიშვილს ბრალს უახლოეს მომავალში 26 მაისსა და გირგვლიანის საქმეზეც წარუდგენენ. პროკურატურის განცხადებით გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე პრაქტიკულად სრული სიზუსტითაა აღდგენილი შემთხვევის ვითარება და მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ სწორედ ივანე მერაბიშვილმა საკუთარი მეუღლისა და სხვა თანამდებობის პირებისთვის პასუხისმგებლობის აცილების მიზნით ხელი შეუშალა ამ საქმეზე სიმართლის დადგენას. მოპოვებული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ სწორედ ივანე მერაბიშვილმა სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად საკუთარი მეუღლის თამარ სალაყაიას, აგრეთვე სხვა მასთან დაახლოებული პირების მომხდარი დანაშაულისაგან ხელოვნურად განრიდების მიზნით უზრუნველყო მოცემულ საქმეზე უკანონო ფალსიფიცირებული სამართალწარმოების განხორციელება და შეგნებულად შეუშალა ხელი ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას. მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმა ბოლო კომენტარები დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაკითხვაზე შესვლამდე გააკეთეს. ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავდა, რომ მათ დღეს დააკავებდნენ. მერაბიშვილმა კი ხელისუფლებას დასაქმების პრობლემაზე სრულისაკენ მოუწოდა. მე ვამაყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრის დროს მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ დავისახეთ, სამწუხაროდ არ დაგცვალა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, იყო სწორედ დასაქმების პროგრამა და ალბათ სიმბოლურია, რომ დღეს მე მიწევს ამ საქმეზე შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ჩვენ ამომწურავად გავიცით პასუხი თებერვალში ყველა იმ კითხვას, რაც ჰქონდა გამოძიებას, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლებას დასჭირდა, რომ გადაფაროს ყველა ის ფაქტები, რაც ბოლო პერიოდში ხდება ქვეყანაში და ბუნებრივია ჩვენ დაგუბარეს დაკითხვას. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავებისთანავე ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციამ ქუთაისში საკომიტეტო მოსმენა პროტესტის ნიშნად დატოვა. ისინი საოლქო პროკურატურის შენობასთან მივიდნენ, სადაც პოლიცია იყო მობილიზებული. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბიძინა ივანიშვილმა იმის თაობაზე, რომ დააპატიმროს თავისი უშუალო პოლიტიკური ოპონენტი ვანო მერაბიშვილი და დააკავოს ზურა ჭიაბერაშვილი, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას არაფერი საერთო არ აქვს სამართალთან. პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილმა არაერთხელ დაანონსა, არაერთხელ განაცხადა, რომ ის აპირებს გაანადგუროს ნაციონალური მოძრაობა. როგორც ჩანს, ხელისუფლებას დაუგროვდა პრობლემები, რომელიც დღეს არის სახელმწიფოში და სულ გადაფარონ ამ პრობლემით და იწყება ალბათ მეორე ტალღა გაჯერებისა და პოლიტიკური დევნების. დაკავებულები ამჟამად ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები. თბილისში კი მათი ბინების ჩხრეკა ჩატარდა. სამართალდამცავები ბევრი. არ ვიცი, არ მინახე, ეხლა გავიგე რომ მოსულანტო. როგორც მერაბიშვილის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბრალდებას სასაცილოდ მიიჩნევს. გიორგი ჩივაშვილის ინფორმაციით, მერაბიშვილისთვის ბრალის წარდგენა დღეს ან ხვალ მოხდება. ამკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ქუთაისში იმსჯელებს.